რაღაცის გაკეთება გინდა, უამრავი პროექტი გაქვს თავში, მაგრამ ვერა და ვერ მოახერხე, რომ უბრალოდ ადგილ დაიწყო. ამ ვითარებაში ვიყავი მე ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი, ბევრ რაღაცაში მიშლიდა ხელს, მაგრამ როგორც იქნა გავიგე თუ როგორ გადამელახა, ვიყვებით ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთ სწორ მექანიზმზე. ჯერ მოდი გავიგოთ საერთოდ, რატომ გვემართება ასეთი რაღაცა, რა ხდება ჩვენს თავს. როდესაც რაღაცა რთული, დროში გაწერილი პროექტი გვაქვს გასაკეთებელი, ტვინი იწყებს კალკულაციების კეთებას. შეხედავს ამ პროექტს, უყურებს რაღაც რამდენიმე თვე, შეიძლება წელიც კი სჭირდება, უამრავი ენერგია უნდა ჩაიდოს ამაში და წარუმატებლობა ძალიან ისეთი ბუნდოვანი არის, იმიტომ რომ წინასწარ ფიზიკურად ვერ გვეცოდინება. და ეფექტურობის პრინციპის გათვალისწინებით წყვეტს, რომ არ ღირს ამაში ენერგიის დახარჯვა. გადაწყვეტს, რომ არ ღირს ამ რაღაცის გაკეთება და ახლა უკვე ჩვენ უნდა დაგვარწმუნოს, რომ ეს რაღაცა არ გავაკეთოთ. და ამისთვის იყენებს რამოდენიმე მექანიზმს. მაგალითად, ლოგიკა. მოდის და გვეუბნება, რომ არ გინდა ამ რაღაცის გაკეთება. ნახე რამხელა ენერგია უნდა ჩადო, ნახე რამდენი დრო უნდა წაიღოს, საერთოდ გამოგივა არ გამოგივა, ძალიან კითხვის ნიშნის ქვეშ არის. წადი აგერ ტელეფონია, ჩასკროლე, ვიდეო თამაშია, ითამაშე და მარტივი რაღაცა დოპამინი, რომელიც გინდა რომ მიიღო, ამებისგანაც ჩვენივრად მიიღე. ეხლა რატომ გვიკეთებს ამას ჩვენი ტვინი? ჩვენი დაღუპვა უნდა თუ რაში არის საქმე? არა. ტვინს აქვს თავისი ფუნქცია. მისი უპირველესი ფუნქცია არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დაგვახარჯინოს. და როდესაც ესეთ ტასკებთან მიდგება ხოლმე საქმე, როგორც წესი, მისი კალკულაციების მიხედვით ეს არ არის ეფექტური, ანუ ენერგიულად არ არის ეფექტური. ამიტომ გვიბიძგებს, რომ ესეთ რაღაცები არ გავაკეთოთ. ეხლა რა არის ამ პრობლემის ერთადერთი სწორი გადაჭრის მეთოდი? უნდა იპოვო შენი მოწოდება. რაღაც ისეთი, რაც უმოქმედებას უფრო მტკივნეულს გახდის, ვიდრე ქმედებას. ანუ შენი მიზანი არ არის ის, რომ ხელოვნურად აიმაღლო მოტივაცია და ადგე და გააკეთო და rise and grind და რაღაცა, არა. უნდა უბრალოდ იპოვო ბუნებრივი რეზონანსი რამესთან, ისეთთან, რაც ძალიან გაინტერესებს, ძალიან მოგწონს და შეგიძლიათ შეთაკუთარი თავი მიუძღვნა და ეს უკვე ყველაფერს თავდაყირა ამოატრიალებს. თუ როგორ უნდა ვიპოვოთ ესეთი რაღაცა, ამასთან დაკავშირებით ძალიან დეტალებში არ შევალ ამ ვიდეოში, იმიტომ რომ წინა ვიდეოებშიც ბევრი ვისაუბრე და მომავალშიც ვაპირებ, რომ კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრო, მაგრამ ძალიან მოკლე სიარო გავაკეთოთ უცებ. ეს არის მედიტაცია, დღიური ჟურნალინგი აუცილებლად, საკუთარი მიზნების და სურვილების ჩამოწერა და ამაზე რეალურად დროის და ენერგიის დახარჯვა, ამაზე ფიქრში, თუ რა გვინდა და ამისი კვლევა აქტიური. ამიტომ კარგად დაფიქრდი, რა იქნებოდა ის ერთი რაღაც, რაც უმოქმედობას აქცევდა უფრო მტკივნეულად, ვიდრე ქმედებას. რაღაცა ისეთი, რაც აი სკროლვას და ესეთ უაზრო ქმედებებს აქცევდა საკუთარი თავის ღალატად.